ამ და სხვა კითხვებზე წლის ბოლო ღამის კურიერში პარლამენტის თავმჯდომარის პასუხებს მოვისმენთ. შალვა პაპუაშვილია დღეს ჩემი სტუმარი წლის ბოლო გადაცემის. მოგესალმებით ბატონო შალვა. მადლობა დიდი რომ მონაწილეობთ ღამის კურიერში. საღამოშვიდობის მოგესალმებით, მესალმებით ტელემახვილებას, მადლობა მოწვევით. მადლობა თქვენის მოსვლისთვის. ბატონო შალვა, ბევრ თემაზე ვისაუბრებთ, დრო გვაქვს ჩემი წლის ბოლო გადაცემაა და სწორედ ამიტომ ვისურვე რომ თქვენთან ერთად შეგვეჯამებინა ეს წელი და გვესაუბრა იმ უამრავ თემაზე, რაც ამ წლის არ უფრო წლის ბოლოს. ძელ წელს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ წლის ბოლო პერიოდში რაც ხდება ამ ქვეყანაში. მაგრამ მინდა ბოლო ამბით დავიწყო 29 დეკემბერს არის პრეზიდენტის ინაუგურაცია, არჩეული პრეზიდენტის. დღეს ვნახეთ მოქმედ პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციები, რის მერეც ოპონენტებს თქვენი ამბობენ რომ მათ შესთავაზეს სალომე ზურაბიშვილს 29-ში დარჩებიან, შენობაში დაიცავენ, ანუ შეთავაზება რომ მან არ დატოვოს ეს შენობა, ყოველ შემთხვევაში მიღებული აქვს სალომე ზურაბიშვილს, ჯერ უცნობია თავად მისი საბოლოო გადაწყვეტილება. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს 29-ში, აქეთ ინაუგურაცია და მოქმედი და უკვე 29-დან არაუფლებამოსილი პრეზიდენტი ნორბელიანების სასახლეში? უბრალოდ ყოვლისა არ დაგვავიწყდეს რომ 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც 2 მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, სადაც 1,120,000-მა ამორჩეველმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას და ამით მისცა ქვეყნის მართვის მანდატი. არ დაგვავიწყდეს ეს და ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ადამიანები ისაუბრებენ იმაზე თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვთ სახელმწიფოსთან მიმართებით, არ დაავიწყდეს თითოეული ეს ამორჩეველი, მათ შორის ოპოზიციური ამორჩეველი, რომელსაც ხმა მისცა თავის რჩეულ პარტიებს იმისთვის, რომ მათ პარლამენტში წარმოადგინონ ისინი. ასე რომ ნურავინ ნუეცდება, რომ თვალი აარიდოს ამ შემთხვევაში 1,120,000 საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც 26 ოქტომბერს მოიხადა თავის მოქალაქეობრივი ვალი არჩევნებში μονაწილეობით, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მხარდაჭერით და სახელმწიფო მანდატით მისცემით. არავინ არაპირებს, არც ჩვენ ქართული ოცნება როგორც პარტია და არც ერთი ჩვენი ამორჩეველი 1,120,043 ზუსტად რო ვიყოთ, არავინ არაპირებს, რომ ეს ამორჩევლების ხმები ვინმეს დაუთმოს. ასე რომ ამაზე უნდა იფიქროს უპირველესად ყველამ, ვინც კი ახლა რაღაც აბსურდულ გეგმებს აწესებს. მეორე, რაც შეეხება ქალბატონ სალომეს პოზიციას, რომელიც ახალი არ არის, გარკვეული ხნით ადრე მე უწოდე მას კიდევაც, რომ მას რაღაცნაირად ლუი მე-14-ის მიდგომა აქვს სახელმწიფოს მიმართ და ფაქტობრივად ამას ამბობს დღეს ის, რომ სახელმწიფო ეს არის ის თავად თავისი ატრიბუტიკით, როგორც მან განაცხადა. ერთადერთი ლეგიტიმური რჩებიო ამ ფუნქციის. ბევრი რამე აქვს საინტერესო, თავი რომ დავანებოთ არჩევნებს. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს ვირჩევთ 5 წლის ვადით. გამონაკლისი იქნა დაშვებული 2018 წელს იმისთვის, რომ დამთხოვდა საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ ახალ კოლეგიას პარლამენტის ადგილ თვითმმართველობისგან შემდგომ კოლეგიას აერჩია პარლამენტი კოლეგიის სახით და არა პირდაპირ არჩევნებით. გამონაკლისი დაიშვა და ქალბატონი სალომე არჩეული იქნა 6 წლის ვადით. ახლა ის უკვე ერთ კვირაზე მეტია, მე-7 წელშია გადასული თავის პრეზიდენტობის. ანუ რას აპირებს ახლა რომ იძახოს უკუნისამდე რომ ის არის პრეზიდენტი? მაგრამ თუ ის გადაწყვეტს რომ დარჩეს ორბელიანის სასახლეში და იგივე ოპოზიცია რაც დღეს თქვენს გამაგრდება პოლიტიკური პარტიები, ანუ პროცესი როგორ წარდება, მესმის თქვენ რასაც ამბობთ, ანუ პოლიტიკურად და პრეზიდენტის უფლებამოსილებას განგვემართავთ, მაგრამ მაინც თუ კი ასე მოხდა. ხო, შენობა ამ შემთხვევაში მეორე ხარისხობრივი საკითხია. თავარი პრობლემა ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეგნება, რომელიც ამ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მხარეს თუ ბანაკს აქვს, რომელიც ნაწილიც არის ქალბატონი სალომე და ეს ტიპიური ნაციონალური მოძრაობის მიდგომებია, ხომ? ასე არის ყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ცა ქუდათ არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. აი ეს არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს, კონსტიტუციის, ხალხის მიმართ, ამომრჩევლის მიმართ. გამოდიან და პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ არავინ არ ხართ. ისინი ქვია რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური. ასე თავარი რაც არის, ეს არის ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის. ეს არის ხო ავტორიტარიზმის და
ასე ვთქვათ, მიდრეკილებები, რომ ხალხი მათთვის არაფერი არ არის. მთავარი არის მათი გემოვნება და მათი თვით აღქმა, რომ აი ისინი უნდა იყვნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და აქედან ვერ გამოდიან უკვე ბოლო 12 წელია. იქამდე 9 წელი იყვნენ და შეერგეს, მანამდეც იყვნენ ნაციონალ მოძრაობის ეს ბირთვი ხელისუფლებაში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს და ვერ გამოდიან ამ ასე ვთქვათ მიდგომიდან. რაც შეეხება შენობას არ მგონია ახლა მე რომ ამას ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე, ყველაფერს თავი დაავნებოთ ამის გამოდის რომ ის თავად ამითი თავის ამ ესე ვთქვათ მუდმივ პრეზიდენტობას არა რაღაც სამართლებრივ ლეგიტიმაციას, არამედ შენობით ლეგიტიმაციას უკავშირებს და ნუ ეს უკვე სასაცილო იქნება, თუ კი ის ფიქრობს, რომ მისი ლეგიტიმაცია, როგორც მას თავის თავს როგორც უწოდებს ამ შემთხვევაში, რომ არის ერთ-ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, გამომდინარეობს იმ შენობიდან, რომელშიც ის არის. და თუ ის არ გამოვა შეიძლება ის მაგალითად გისოსებს მიღმა ვიხილოთ როგორც ეს პრემიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში და მოყვა ამ განცხადებას გარკვეული შეფასებები და მინდა რომ უბრალოდ მოვისმინოთ. უბრალოდ ჩვენ ხო სამართლების სახელმწიფო იმას გულისხმობს რომ არის წესები, კანონები და ყველა უნდა აცნობიერდეს რომ კანონები არის, მაგრამ რა თქმა უნდა არავის არ აქვს არანაირი სურვილი ასეთი ნაბიჯების გადადგმისა და მე არ მგონია რომ ამ შემთხვევაშიც ასეთ ნაბიჯზე თავის მხრივ წავიდეს ქალბატონი სალომე ან თუნდაც მისი ადმინისტრაცია. აქ მეორე საკითხია კიდე ცალკე მისი ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ერთი არის პოლიტიკოსის ქმედებები და მისი შეიძლება ასე ვთქვათ რადიკალიზმი და ექსტრემიზმიც კი, რასაც ვხედავთ ჩვენ იმ პოლიტიკურ ბანაკში და მეორე არის გაწირო შენი ადმინისტრაციის თანამშრომლები ასეთი. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ადმინისტრაცია გაემიჯნება პრეზიდენტს? ამ პერიოდში თუ ის რჩება პრეზიდენტად. მე საერთოდ ჯამში ყარად ფიქრობ რომ 29 დეკემბერს მაშინ როდესაც შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტი შევა უფლებამოსილებაში ის შესაბამისად დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას როგორც ეს ჩვენი კანონით, კონსტიტუციით და რაც თავარია ხალხის ნებით არის დადგენილი. ვერავინ ვერ წავა ხალხის ნების წინააღმდეგ. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ხო ხედავენ, რამდენი ხანი ცდილობენ ეს ქვეყანა აჯანჯღარონ, ნუ 12 წელი 12 წლად, მაგრამ აი ბოლო პერიოდში შევხარ, როგორ ცდილობენ ამ ქვეყნის აჯანჯარებას. ხო ვერაფერი ძვრახო ვერ უყურს იმ ხალხს, რომელმაც 26 ოქტომბერს გააკეთა თავისი ძალიან გაცნობიერებული არჩევანი და რა თქმა უნდა ამ ხალხის წინააღმდეგ ვერ წავა, ვერც ერთი ასე ვთქვათ რაკრაკა ვერ წავა ამ ხალხის მდინარის წინააღმდეგ, რომელიც მართლაც ზღვასავით მოედინა 26 ოქტომბერს და გააკეთა საკუთარი არჩევანი. ბატონ შალვა, კიდევ ერთი მინდა კითხოთ პრეზიდენტზე და მე დავასრულებ ამ თემას. ჩვენ ვიხილეთ შეთავაზება მისი მხრიდან პრემიერს თქვენს მოგმართად, ანუ ლიდერებს, რაღაც საბჭოს შექმნაზე, რომ გამოსავლის ძიება არის ამ ადამდელი არჩევნების დანიშვნა და ამ თემაზე მსჯელობა და მოკლედ სასახლეში თქვენც კი მიგი პატიჟად რომ მიხვიდეთ და იქ ისაუბროთ. რა არის თქვენი პასუხი? კი მოსმენინება კომენტარები, მაგრამ ნუ პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი რა არის ამ თემაზე? პასუხი მარტივია, ჩვენ არ ვაპირებთ უღალატოთ ქართულ ხალხს და მის არჩევას, რომელიც 26 ოქტომბერს გაკეთა, მათ შორის იმ ამორჩევლების არჩევას, რომელმაც ოპოზიციო პარტიებს დაუჭირეს მხარი. მათ უნდათ, რომ არჩევნები საკუთარი გემოთი დაალაგონ, ასე ვთქვათ, როგორც უნდა და ასე არ არის. დემოკრატია ასე არ მუშაობს. დემოკრატიაში ხალხის ნება არის გადამწყვეტი და რაზე აპირებენ საუბარს, რაც მთავარია, ხო სასაუბროც კი გამოეცვალა და ეუთო ოდირის დასკვნას რომ მიუბრუნდეთ. ეუთო ოდირის დასკვნა მთლიანად ასე ვთქვათ საფუძველი გამოაცალა რბილი ნათქვამია. ფაქტობრივად გააუქმა ყველა ეს ბრალდება, რომელიც მათ ჰქონდათ. და ბატონ შალვა, აი ვიდრე მომიყვებით ეუთო ოდირს ეს მინდა კითხოთ. თქვენ ამას ამბობთ და ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, გარკვეული ლიდერებიც კი, ხო, აი რაღაც პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება ვნახეთ და ასე შემდეგ ამბობენ, რომ ეუთო ოდირის დასკვნა პირიქით გახდა საფუძველი ლეგიტიმური მოთხოვნისა ახალი არჩევნების. როგორ ხდება, ანუ რა წერია, მე კი ვნახე რა წერია, იმიტომ კი არ ვამბობ, მაგრამ როგორ კითხულობს ასე ხრივად ორი მხარე, ანუ იქნებ თქვენგან მიმართოთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩანაწერში, რაც ამ არჩევნებს აძლევს ლეგიტიმურობას. ჩანაწერსაც გეტყვით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოცდილებას დავეყრდნოთ, ხომ? ქართული ოცნება 2018 წელს ამბობდა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნა არჩეული ლეგიტიმურად.
აი ეს ყველა ოპოზიცია ახლა რომელიც ბირთვით წარმოგვიდგენ ამბობდნენ რომ სალომე ზურაბიშვილი გაკავდა და გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძე მე მახსოვს ეს დღეს ხო გვეთანხმებია რომ ლეგიტიმურად იყო არჩეული ხომ ან გამოცდილება გვაჩვენებს რომ ქართული ოცნება ამბობს სიმართლეს ოპოზიცია იტყუება გამოცდილება გვეუბნება თავად ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით მაგრამ რა შეიძლება დასკვნას მოვუყვეთ შემდეგ 2020 რომ ძალიან მძიმეა სხვა შედარებით ანუ შევხედოთ დასკვნა რა არის ანუ რა იყო ბრალდება და რა არის დღეს ასე ვთქვათ მოთხოვნა ახალი არჩევნებისა რა ბრალდებები ქონდათ და მივყვეთ თქვი მე კიდევაც ეს ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ხუთი ძირითადი ბრალდება ქონდათ პირველი იყო ის რომ ქალბატონი სალომე ინტერვიუებში უცხოელებთან განსაკუთრებით ხას უსვავდა სხვა ინტერვიუში რომ შეეზღუდათ საარჩევნო უფლება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ემიგრანტებს იმით რომ არ გაიხსნა უბნები ან არასაკმარისი იყო ერთი სიტყვა არ აქვს ამაზე ნათქვამი ეუთოოდვის საკუთარ დასკვნაში ანუ ეს ბრალდება ანულირდა ქალბატონი სალომე იტყუებოდა ჩვენ ვიყავით მართლები მეორე ბრალდება 300 და ზოგის დათვლით 350,000 ხმა, რომელიც კარუსელებით თუ სხვა მაქინაციებით მოხდა. ქალბატონი სალომე ამბობდა, რომ ხდებოდა რაღაც კარუსელები და ასე შემდეგ მოხდა და რამდენჯერმე აძლევდნენ ხმას. ერთი სიტყვა კარუსელი, ჩაყრა ბიულეტენების, არ ვიცი, манипуляция. თუმცა პარულობის პრინციპის დარღვევა არის. მივალ, მაგამდე ჯერ ვარ კარუსელებზე ქალბატონმა სალომემ რომ ვერ გაიხსენა ზუსტად რა ქვია ამ ტერმინს და ასე შემდეგ მოკლედ კარუსელები ერთი სიტყვა არ თქვა ანუ გაბათილდა მეორე ბრალდება რომელიც შეეხება იმას რომ ხმას ამბობდნენ რომ სინამდვილეში 1,120,000 ხმა კი არ მიიღო ქართულ მოცემ არამედ მიიღო ჯერ ამბობდნენ 200,000 ჯერ 200,000 თქვეს გავახსენებ საზოგადოებას და მე რომ მიხვდნენ რომ 200,000 რომ გამოეკლოთ ჩვენი 1,120,000-ისთვის მაინც უფრო მეტი გამოგვდიოდა ვიდრე მათ ჯამში მე მიუმატეს და 350,000 თქვეს ანუ ერთი სიტყვაც არ აქვს ნათქვამი რომ რაიმე манипуляция იყო ან იქ დათვლისას რაიმე გაბათილდა ეს მეორე ბრალდება მესამე რომ ბევრჯერ აძლევდნენ ხმას ქალბატონი სალომე ამბობდა რომ ერთი პირადობითო 17ჯერ აძლევდნენ ხმასო ამაზე შემდეგ ომბუდსმენის განცხადება იყო რომ ამას ვერ იჯერებდა და შემდეგ ძველმა ომბუდსმენმა ქალბატონმა ლომჯარიამ რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება ეხლა რომ იმისთვის რომ ზუსტად კამპანიაში მონაწილეობა მიიღო როგორც ეგრეთ წოდებულ NGO-ს ამბობდა რომ ეგ კი არა ერთი ადამიანი 100-ის ნაცვლად აძლევდა ხმასო და იყო დუბლირებაო გახსოვთ რომ ერთი პირადობის მოწვევით მივიდოდნენ სხვადასხვა უბანში და დუბლირებული სიები იყო დუბლირებული აუდიტი ჩაატარა ამერიკულმა კომპანიამ და თქვა რომ გამორიცხულია ყოველგვარი დუბლირება რომ მომხდარიყო და სიები ყველაფერი სწორი იყო ეუთოდირი იზიარებს სიტყვა არ აქვს ამაზე ნათქვამი ეს ბრალდებას გაბათილდა უკვე მესამე ბრალდება მეოთხე რუსული სპეცოპერაცია ეს ხო თავარი ბრალდება არის ამათი და კიდე რამდენიმე ზოგი ხან ესტონელი ჩამოიყვანეს ხან ლიეტუველი პოლიტიკოსები და რუსი გაიძახიან ხო ამას მეტი ხო სასაუბრო არ აქვს ბოლო 12 წელია ერთი სიტყვა არ აქვს ნათქვამი ეუთოდის რუსეთის ჩარევაზე ქართულ არჩევნებში და გახსოვთ ქალბატონ სალომეს როცა კითხეს ინტერვიუში ერთ-ერთ ტელეკომპანიაში კითხეს რომ კი მაგრამ ამისი მტკიცებულებები ჯერ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტმა მტკიცებულებები წარადგინეთო პროკურატურას გამოძიება მიდის და სთხოვამას წარედგინა მტკიცებულებები ინტერვიუშიც კითხეს თქვას რომ თქვენო ამერიკაში ვერ დაამტკიცეთ რომ ტრამპი როცა აირჩიეს თავის დროზე პირველი ვადით აი იქ რომ რუსეთი ჩაერიაო ის ვერ დაამტკიცეთო ამ ინტერვიუში ერთი ხომ ის თქვა რომ არანაირი მტკიცებულება რა თქმა უნდა არ აქვს და მეორე ტრამპის არჩევაც დააბრალა რუსეთის ჩარევას პრორუსი კრემლისტი თუ ასე შემდეგ უწოდა ტრამპს ფაქტორად ანუ ეს გაბათილდა და ბოლო რაც შეეხება მეხუთე გაჟონვას ამაზე აი ხო ყველაფერი რომ გამოერიათ და მაშინ გახსოვთ ბრიფინგზე ვატარებდით ყოველდღე მათ შორის მეც და ყველა ამ ბრალდებას ვაბათილებთ და ბოლოს 5 დღის თავზე აღმოაჩინეს რომ გაჟონა მელანმა და 90% უბნების გაუქმებას ითხოვდნენ. რა თქვა ეუთოდირმა ფარულობის დარღვევას რაც შეეხება თუ კი იყო შემთხვევები ძირითადად ეს შეეხებოდა იმას რომ უბანზე იყო ბევრი ადამიანი იყო ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა და საუბარი თუ კი ვისაუბრებთ გაჟონაზე 94% დაკვირვების შემთხვევაში საერთოდ არანაირი გაჟონვა თუ ასე შემდეგ არ დაუფიქსირია. საერთოდ 94%-ში არ დაუფიქსირია. 6%-ში სადაც დააფიქსირა, იქაც თქვა და სპეციალურად ამ ფორმულებით თქვა, რომ არის ეს არის ასე ვთქვათ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა და არა დაარღვია ფარულობა. და სინამდვილეში თუ კი რაიმე დარღვევის ფარულობის დარღვევას ხელს უწყობდაო ამბობს ეუთოდირი. არის ის რომ იყო ძალიან ბევრი ადამიანი უბანზე, მათ შორის
დამკვირვებლები და ხედავდით იმ დღეებში რა ჩოჩქოლი იმ დღეს რა ჩოჩქოლი იყო, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ დადიოდნენ უბანზე და ხან რეგისტრატორთან იდგნენ, ხან ყუთთან იდგნენ, ხან სად იდგნენ. კარგით, მაგრამ ანუ ხუთი ბრალდება ძირითადი რაც ქონდა, ხუთივე ეუთოდის დასკვაში არ არის ასახული. კი გადაახია თავზე ოპოზიციას ეუთოდის, ასე რომ აქ ერთადერთი რაც დარჩენიათ ახლა ოპოზიციას, რომ ეს ყველაფერი აღიარა. ხო, მაგრამ ბატონო შალვა, ნახეთ თქვენ ხო ესე განმარტავთ და გასაგებია რასაც ამბობთ ამ ბრალდებებზე, მაგრამ ფაქტია რომ ეუთოდის დასკვნა პარტნიორების ნაწილისთვისაც გახდა რაღაცის საფუძველი. ამას რატო გეკითხებით? კონკრეტულ პირებს ჩამოთვლით, თქო, ყველას ეს განცხადება არ გავკეთებია, მაგრამ იგივე წეღანაც გითხარით. პოლონეთის პრეზიდენტი მაგალითად ამბობს, რომ ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან. იქ ესტონეთის საგარეო მინისტრი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ანუ რატო მოხდა მათი მხრიდან მაშინ ასე აღქმა თუ თქვენ თვლით რომ ეუთოდის დასკვნაში არაფერია ისეთი, რაც არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ხო და მის შედეგებს. ხო, ყველაზე ჩემი საყვარელი განცხადება არის დანიის სახელმწიფოს განცხადება. ეს ის დანია არის, რომელიც ჩვენთან აფინანსებდა ეგრეთ წოდებულ დემოკრატიის ფესტივალებს, სადაც ოპოზიციური პარტიები გამოდიოდნენ საარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ. გახსოვთ მაშინ მე საჯაროთაც საუბრობდი ამაზე. ამას აორგანიზებდა ვითომ NGO, რომელიც შემდეგ ლელოში ამოყო პირდაპირ თავი მისმა სამმა წევრმა ამ NGO-სი ხელმძღვანელმა და ასე შემდეგ. თავისუფლების მოედანინო ჩამოახალების შემდეგ გუნდი. პირდაპირ აღმოჩნდნენ პარტიაში დადასტურდა ყველაფერი, რომ დანიის ბიუჯეტიდან დანიის მოქალაქეების ფულით ფინანსდებოდა ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია. ასე ხა აქეთ რო გვედავებიან, მე მგონი იქით უფრო მეტი გვაქვს შესაძლებელი და მე უფრო მორიდებული ვიქნებოდი დანიის სახელმწიფო შემთხვევაში საქართველოს არჩევნების კრიტიკაზე, მაშინ როდესაც ისინი თავად მონაწილენი იყვნენ რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების და აქ მე მგონი იმას უნდა გაუწიონ, ისიც უნდა დაინახონ, ჩვენ კიდე ანგარიშს უწევთ ჩვენ პარტნიორ ურთიერთობას და ზედმეტ სკანდალს და კრიტიკას არ ვახდენთ ხოლმე ამ დროს, თორემ აბა წარმოიდგინეთ საქართველოს ხელისუფლება დაიფინანსებინა დანიაში რაც შეეხება დასკვნას. აქაც უნდა დიფერენციაცია გავაკეთოთ. ხედავთ ჩვენ ვარი ხალხი, რომელიც პირდაპირ არჩევნებში იყო ჩართული, ზოგი ესტონელი, ლიეტუველი, გერმანელი პოლიტიკოსები, რომლებიც აქ დადიოდნენ საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. პარლამენტის წინ აქციაზე იდგნენ. გამოდიოდნენ ზოგიერთი ელჩი, რომელიც პირდაპირ ღიად იყო ჩართული კამპანიაში, რომელიც მიუთითებდა, რომ ხმა უნდა მიეცათ არა ქართული ოცნებისთვის, არამედ სხვებისთვის. 20 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნების შემაჯამებელი ღონისძიება ოპოზიციამ კი არ გამართა. NGO-ების დაფინანსებით, NGO-ებმა და ოპოზიციამ ერთად თავისუფლების მოედანზე 20 ოქტომბერს გამართა შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც დაფინანსდა, რა ვიცი, ევროპული ფულით, უცხოური ფულით. ამაზე მეტი ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემულობა რა შეიძლება იყოს, როდესაც ღიად ხდება ჩარევა. ამის თქმა მინდა, რომ ბევრი უცხოელი ამ არჩევნებში მონაწილეობდა როგორც ხარე. და ოპოზიციასთან ერთად ისინი დამარცხდნენ ამ არჩევნებში და რა თქმა უნდა მასში არის ეს იმედ გაცრუება და რა ვინაიდან აქვს ბერკეტები განცხადების თუ ჩვენზე სხვადასხვა ევროპული ასე ვთქვათ ინსტრუმენტის ზეწოლისაც ცდილობენ ამას რომ რაღაცაირად შეაჩერონ. მაგრამ ბატონ შალვა, ყველა პარტნიორი ცდება მაგალითად ამას რატომ გეუბნებით? იცით, ოპოზიცია ასეთი განცხადებების გამო ამბობს ზუსტად და ასეთი დამოკიდებულებების გამო უფრო სწორედ რომ იზოლაციაში ექცევა ქვეყანა, არჩევნების კი უკვე ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს აყენებს, როდესაც ვთქვათ აი ასეთი ტიპის განცხადებები კეთება უკვე ლიდერების მხრიდანაც, ხო მარტო რაღაც საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები ეს თქვენ ჩამოსვლა თქვით, მაგრამ ხო გვესმის ჩვენ პირველი პირებისგანაც ასეთი ტიპის განცხადებები და მაშინ როგორ მდგომარეობაში ექცევა ქვეყანა, არ მინდა ვთქვა ეს იზოლაცია, თუმცა ამაზე საუბრობენ თქვენი ოპონენტები, თუ კი ყველა პარტნიორ ქვეყანასთან როგორც დღეს არის ეს გადატვირთვაზე მე ვისაუბროთ, ასეთი ტიპის ურთიერთობები ჩამოუყალიბდება. აი მივყვეთ ახლა რა დარჩა საკრიტიკო საერთო ჯამში შიგნიდან თუ გარედან. ხომ ერთი შევთანხმდით, რომ ეს ხუთი მთავარი ბრალდება ეს არჩევნები გადავალ სხვა ბრალდებებზე აქციის მონაწილეების დაკავება ძალადობები გახსოვთ შავწერტილი არის სამკლაურები რო ქონდა და შავწერტილიან დროშები სად გაქრა ეს დროშები რატო არავინ აღარ საუბრობს ამ შავწერტილზე რა უცხოელები მათ შორის რატო არ საუბრობენ უცხოეთში გახსნილი თუ არ გახსნილი უბნების შესახებ 300,000-ზე ასე რატო აღარ საუბრობენ ამ ყველაფერზე იმიტომ რომ გამორჩა გაბათილდა ყველა ბრალდება რომელიც მათ ჰქონდათ რომელზეც ჰქონდათ პანიკა ატეხილი ერთადერთი რაც დარჩა ეხლა რასაც ახსენებენ ხოლმე ეს არის ზეწოლა
ვითომ ზეწოლა ამორჩეულზე ზეწოლა და ამის აქედან გამომდინარე მონაწილეობა წნეხი ფარულობის დარღვევა ისევ საუბრობენ. აი საინტერესოა რა 2022 და ამ ერთადერთი ეს ციტატა დარჩათ ეხა წინადადება რომელსაც ესე წამოაყენებენ ხოლმე და რა წერია სიამოვნეში 2024 წლის ეხა დასკვნაში რომ კამპანიის განმავლობაში კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული ცნობები ამორჩეულებზე ზეწოლის შესახებ. ეუთოდი იმას კი არ ამოსულს ზეწოლა მოხდა და ამდენი ფაქტი იყო ბევრი ცნობა ზეწოლასთან დაკავშირებით. არ გაინტერესებთ 2020 წელს რა სამობდა ეუთოდირი? ამორჩეულზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და ასე შემდეგ, მოკლედ დობას იქაც ზუსტად იგივე სამობდა. თქვენ არანაირად არ განსხვავდება 2024 და 2020 წლის არჩევნების დროს ეუთოდირის შეფასებას მაშინაც ახლა გეტყვით ეხა ამისი წყარო რა არჩევნები და მთელი თვეები დაჭირდა რომ ჩავხედოთ რა არის ამის წყარო. აი ამას რო ამბობს ეუთოდირი რომ ფართოდ გავრცელებული ცნობები, რა ცნობებია წყარო და იქ რა თქმა უნდა წყაროებიც მითითებული აქვს და ასე თქვა სკოლიოში მითითებული არის რომ ერთი ეს არის ოპოზიციური პარტიების ცნობები. ჩვენ ვისაც ვესაუბრებოდითო თქვა დამკვირვებლები იმათი ცნობები ცნობენ ან გვეუბნებოდნენ ამბობდნენ გახსოვთ ადრე გადაცემა იყო რამდენიმე ათეული წლის საზოგადოებრივ მოუწყებაზე ამბობენ ასეთი გადაცემა აი ესე ამბობენზე იყო და ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც კიდევ მნიშვნელოვანი არის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა კიდე ხო გახსოვთ ესა მოდი ახლა გავიხსენოთ ეს ისტორია როგორ დაიწყო 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთოდირის შუალედური ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით და გახსოვთ მაშინ ის იმედგაცრუება რომელიც ოპოზიციას დაემართა და იმ დღიდან დაიწყეს ეუთოდირის ძაგება და თქვა რომ არ არის მნიშვნელოვანი რატო იმიტომ იქ ეწერა რომ 7 გარემოში მიდიოდა საარჩევნო კამპანია ასე ისე ძირითადად მოკლედ ძირითადად არ გამოსულდა არ უთქვამთ რომ ეს დასკვნა ეს იყო შუალედური ხო ეხლა ამაში ზუსტად მეორე დღეს და მე შემდეგ მქონდა ბრიფინგები ამაზე და ამაზე ვსაუბრობდი NGO-მა დაიწყო საუბარი, ვითომ ეგრეთ წოდებულ ჩამორთმეულ პირადობის მოწმობებზე თუ ნაყიდზე თუ ასე შემდეგ და მე ვამბობდი კიდევაც რომ ეს იყო სპეციალურად ატეხილი საინფორმაციო ხმაური იმისთვის რომ ეუთოდირის სადამკვირვებლო მისიის ყურამდე მისულიყო რომ ამაზე არის ხმაური, რაღაცა ხდება, სკანდალია, ერთთან მივედით გვითხრეს რომ კი რაღაც ესეთები გვესმისო პირადობის მოწმობები ჩამორთმეს მეორესთან, მესამესთან, მე-17-ესთან, ეხლა როცა გეტყვის 20 და 30 ადამიანი ასე ვთქვათ, პარტია თუ დამკვირვებელი, შენ უკვე ამას ასახავ, როგორც არის ასეთი ცნობები და მათ შორის რას მიუთითებს სკოლიოში. რომ სახალხო დამცველსო 18 ოქტომბერს ქონდაო განცხადებაო, რომ აიდი ბარათებთან დაკავშირებით და მართლაც 18 ოქტომბერს სახალხო დამცველს ქონდა განცხადება, რომ უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ არის ცნობები პირადობის მორთმევის ჩამორთმევა და მოუწოდებს სახელმწიფოს გამოძიებისკენ. მაგრამ გავიდა ხანი, ჩატარდა არჩევნები და 1 ნოემბერს იმავე სახალხო დამცველმა თქვა რომ ამჯერაო 100,000 ერთი ადამიანი ვარდოს და 2 თვეა ვიხვეწები ვინმე თუ ხართ ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ ერთი არ არის ვინც იტყვის რომ მე ვარ ის კაცი და პირადობის მოწმობა ჩამომართვესო თავად სახალხო დამცველმა თქვა რომ 2 თვეა ამაზე ვსაუბრობ თუ კი ეს სიმართლეა მოგმართეთ ჩვენ სახალხო დამცველს და ერთი განცხადება არ შემოვიდა აი ეს არის პულინის ანატომია არის ზუსტად ეს თქვენი პოზიცია მაგრამ იცით რა მინდა კითხოთ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რასაც თქვენ განმარტავთ, სახეზე გვაქვს სურათი, რომ გვესმის კრიტიკა, ძალიან ისეთი მწვავე ხშირად, არის საუბარი ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მხრიდან, ასეთი ანგარიშების, აი რაღაც ანგარიშები ბოლო მწვავე რაც გაკეთდა და კრიტიკული განცხადებების გამო ოპონენტები საუბრობენ ამ იზოლაციაზე, არალეგიტიმაციაზე ხელისუფლების და ვიხილეთ ჩვენ იგივე მაკრონის ზარი, რაღაც პირობები, აქ იყო ჩამოსული ბერსეს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხო და მანაც თქვა რომ პირობა მიიღო ხელისუფლებისგან რომ და რამდენიმე საკითხი ჩამოთვალა მინდა სხვა თემაზე გადავიდე ეუთოდირიდან და მაგრამ მე მივიდე მაინც ამ ლეგიტიმაციამდე რომ ისინი ელოდებიან იმიტომ რომ გაგრძელდება ეს პროცესი ხო საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან იყო ასეთი თქვენ მე განცხადებაში ნათქვამი რომ მე პროგრესი როგორ სრულდება და დაყენებული გარდა არჩევნების ლეგიტიმაციის ასევე არის ეს დაკავებულების გათავისუფლება იმ პირების დასჯა ვისი მხრიდანაც მოხდა ძალადობა აქციის მონაწილეებზე ჟურნალისტებზე ანუ კონკრეტულ ნაბიჯებს თითქოს ელის დასავლეთი ხელისუფლებისგან. ამ მიმართულებით რა ხდება? იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ეუთოდირის დასკვნაზე, მაგრამ ფაქტია რომ პასუხები და შეფასებები ასეთი არ გვესმის არც პარტნიორების მხრიდან ოპონენტებზე რომ არაფერი ვთქვა. ამიტომ არის ჩვენ თავარი პირველი ნაბიჯი ეს არის რომ ამ ისტერიულ ასე ვთქვათ ღრუბელში რომელიც შექმნასაც ცდილობენ თითქოს რაღაცა მოხდა ასე ვთქვათ ტოტალური გაყალბება იგივე სასაცილოა 20-ში 16-ში ამბობდნენ და 18-ში ქალბატონის სალომეს არჩევის შემდეგ
ძველი კადრებიც კი ვნახე, ესე იგი როგორ აბრალებდნენ მას გაყალბებულად მოსულს ამბობდნენ ის გაყალბებით მოვიდა გახდა პრეზიდენტი. აი ეს ისტერია უნდა დაცხრეს და ეს დააცხრო ზუსტად ეუთოდრის დასკვნა, რომელსაც თქვა რომ ის ხუთი მთავარი ბრალდება იყო ტყუილი, არის შენიშვნები და არის რეკომენდაციები. სხვათა შორის ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი არის, რომ ხედავთ უწყვეტ პროტესტს, აი აპროტესტებენ ან ევროპულ გზაზე მიმავალ მასეც არის ხო საუბარი. ჯერ არჩევნებს მივყოთ, ხო? ისიც საინტერესოა, რომ 28 რეკომენდაცია არის ახლა. 2020-ში რამდენი იყო? 30 რეკომენდაცია იყო. აბა ესე შეადარონ თუნდაც, მაინც და მაინც როდის რანაირი შენიშვნები ქონდა ეუთო ოდრის და სხვათა შორის ერთ საკითხით თუ კიდე. განსაკუთრებული რა არის ის ამ დასკვნაში 2020 წლის ანგარიში, რომ პირველად პირდაპირ ხელი დაადო ეუთო ოდრმა პრეზიდენტს და თქვა, რომ ის არღვევდა კანონმდებლობას იმით, რომ იქ მთავრობის ფორმირებაში და ასე შემდეგ. პირდაპირ პირველად აღმოჩნდა ჩვენს დასკვნაში პრეზიდენტის ბრალდება, რომ ბრალსდებენ პრეზიდენტს ეუთო ოდირი ამ ხელს იმაში, რომ ის არღვევდა კონსტიტუციას, გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან, როდესაც აი რაღაც ქონდა მოკლედ საარჩევნო შტაბის შექმნა და მეორე პირველად აღმოჩნდა ეუთო ოდირის საარჩევნო დასკვნაში, რომ სახელობით დაასახელა NGO. ისვედი პირველად ჩაწერა, როგორც რომელმაც რაღაც პარადოქსული გადაწყვეტილებით არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლა. აი პირველი თუ კი რაიმე სკანდალური იყო ამ დასკვნაში. აი ეს ორი ფაქტია, პრეზიდენტს დაადეს პირდაპირ ხელი და კონკრეტულად NGO-ს დაადეს. რაც შეეხება კიდევ ერთხელ, ჩვენი მიდგომა რა არის? ეს ისტერია ეუთო ოდირმა გაწია გვერდზე, თქვა რომ აქვს კონკრეტული რაღაც შენიშვნები, რეკომენდაციები და ჩვენ კიდევაც მოვისმინეთ მეტი განცხადებები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე და ამაში როგორ დაარწმუნებთ იგივე პარტიებს ამის კითხვა მინდა. ესე იგი ერთი რომ ეს რეკომენდაციები რაც არის ჩვენ თქვით და მზაობა გამოვთქვით რა თქმა უნდა ამ რეკომენდაციებს ჩვენ შევისწავლით, მივყვებით და იქ სადაც რაც მნიშვნელოვანი საკითხებია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, მით უმეტეს რომ წინ გვაქვს ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენი მიზანია რომ კიდევ უფრო მომზადებული ვიყოთ ტექნიკურად თუ სამართლებრივად ამ არჩევნების. რაც შეეხება ზოგიერთების მიდგომას, ვთქვათ, არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით. პირველი, ჩვენ მოთხოვნა ისმის ვადამდელ არჩევნებზე. ხო, აი, რა ვქნათ. ჩვენ რას ვუყურებთ, ჩვენ არჩევნებამდე. ეუთო ოდირის მერეც არ განელდა ეს ამით. თავი ხო უნდა დავიჩაგოთ ქართულმა ხალხმა. ხო, უნდა მივყვეთ სად არის სიმართლე. მას ახლა იმასაც ვთხოვდნენ რომ სანქციები დაუწესოთ და ხო არ დავაწესდეთ და ხო აღმოჩნდა რომ ჩვენ მართლები ვიყავით და ისინი მტყუნები. აბა არ დაწესდა რა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მე მეგონა პირიქით მაშინაც ახლა ყველაფერს ხვალ გავყვებით ახლა ეს ხო არ არის რა ჩვენი ინტერესებით მოქმედეთ. მოკლედ რისი თქმა მინდა რომ ჩვენ ხო გვეუბნებოდნენ მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები რომ განსაზღვრელი იქნებოდა ეუთო ოდრის დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით მათი შეფასებებისთვის. და რატომღაც აღმოჩნდა რომ არჩევნების შემდეგ ყველამ წაუყურო ამ დასკვნას ხან ისვედის დასკვნები აინტერესებთ, ხან აირაების და ხან ასე შემდეგ. ამას სამის საშუალებას კონკრეტულად მინდა რომ განცხადებები მივიღეთ ეუთო ოდირის დასკვნაზე. ვეღარ ევროპარლამენტი რომელიც რეზოლუციას აბსურდი ხა ნუ გასაგებია რომ ამ რეზოლუციებს უკვე არანაირი ფასი არ აქვს და ის პოლიტიკური კორუფცია რომელიც არის დაბუდებული ევროპარლამენტში ცალკე პრობლემა არის რომელიც საქართველოსთან მიმართებით 5 უსამართლო რეზოლუციაში გამოიხატა, მაგრამ რის თქმა მინდა რომ ჩვენი მოწოდება მათ შორის ყველა ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ არის რომ ნუ გაცდებ დარჩენ ერთგული საკუთარი სიტყვის. თუ სიტყვა იყო ეუთო ოდრის დასკვნა, აგერ არის ეუთო ოდრის დასკვნა და აქვე არის ეუთო ოდრიც თავად ისინი, რომლებიც ამბობენ რომ მზად არიან საქართველოს ხელისუფლებას გაუწიონ დახმარება კონსულტაცია ამ რეკომენდაციების შესრულების. სათხედავენ ისინი აღიარება არ აღიარების პრობლემატიკის დაყენებას ეუთო ოდრის. არჩევნებთან მიმართებაში გასაგებია ჩინას და გარემოს ყველა აღიაროს ქართული ხალხის ნება. ან ვიცით რა არის? ან მეორე არის, მაშინ გვითხრა ჩვენ სუვერენიტეტს არ აღიარებთ. თქვენ იცით რომ ამ საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოსთან დაკავშირებით განსაკუთრებით არის ორი ფრაზა, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა პარტნიორი იმეორებს ხოლმე, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ყველა განცხადებაში ამას იმეორებს. ახლა ცოტა კითხვა გაჩნდა. ნამდვილად პატივს ვცემთ თუ არა ჩვენ სუვერენიტეტს? სუვერენიტეტი სხვა არაფერი არ არის, თუ არა პატივის წე სხვა ხალხის არჩევანს. ისინი ამბობენ რომ ხალხის არჩევანს არ ვინ ამბობს ახლა? ვინ ამბობს ახლა ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რა იცის ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ხალხის ნება, რომელსაც რუსთაველის გამზირის იქით არაფერი არ უნახავს და ისიც გამოვიდა აქ, იმიტომ რომ მიტინგზე დამდგარიყო და ტაში მოესმინა საკუთარი ფან-კლუბის, ხო? რა იცის ვისი სახელით ლაპარაკობს? მე ვსაუბრობ ესტონელების სახელით და ვერე ვის სახელით. იცით რაზე მინდა გადავიდე? ფაქტიებდა დროში მინდა რომ ჩავეტიო ეს არჩევნების ნაწილი გავიგე, მაგრამ
ფაქტი არის, რომ ვიღებთ შედეგად შეჩერებულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, სანქციები დაწესებული, ეხლა ბოლოს უკვე ამერიკის მხრიდან და მესმის რომ ეს არის ძველი ადმინისტრაცია და ახალი ადმინისტრაციის მოლოდინია, მაგრამ დიდი ბრიტანეთი, გერმანიამ შეაჩერა კონკრეტული რაღაც დახმარებები, ხო ფინანსური და თქვა რომ სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართავს ამ თანხებს. ანუ რეალობა დგას ასეთი. რაც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ რომ ვთქვათ არჩევნების ლეგიტიმაციაზე შეიძლება კითხვა არავის არ ქონდეს და კი ბატონო, მაგრამ დაემატა ამას მოთხოვნები, დაკავებულების გათავისუფლება, მოძალადეების დასჯა და ადამიანები, ვინც იქ დგანან, ასევე მათი მთავარი მოთხოვნაა რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას და აპროტესტებენ იმ განცხადებას, რომელიც ვთქვათ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან. აი აქ როგორ ხედავთ ამ ვითარების, ამ მუხტის ჩაქრობას, ვითარების დამშვიდებას ქვეყანაში იმ ფონზე, როდესაც უწყვეტი აქციები გრძელდება, ვიცით რომ ხვალაც იქნება, ანუ 29-შიც იგეგმება, ანუ გრძელდება და ამ ადამიანებს აქვთ უკვე კონკრეტული მოთხოვნები. ამ მოთხოვნების შესრულებაზე რა ხდება? არჩევნები რომ გადავდოთ, ვთქვათ. არავის არ უთქვამს, რომ დამოუკიდებლობა იოლი საქმეა და იოლი გზა არის. იოლი არის, როცა სხვისგან დაპყრობილი ხარ, შესნაცვლად წყვეტენ, შეიძლება საფიქრალი არ ქონდეს. რა თქმა უნდა, როცა დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ, შენ გიწევს საკუთარი ინტერესების დაცვა და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას. თუკი ჩვენ ხედავთ, რომ სხვები ვიღაცები ცდილობენ, რომ ჩვენ სუვერენიტეტში ჩაერიონ, თუკი ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის ნებას არ უნდათ პატივისცენ, აქ სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ჩვენზე დავდგეთ და ჩვენი ასე ვთქვათ ხალხის ინტერესები დავიცვათ, არ არსებობს. ამას სხვა რა ვქნათ, ხა თავი დაუხაროთ რომელიღაც ევროპარლამენტარს, იმიტომ რომ მას აქვს ორგანული ზიზღი, მაკრონთან საუბარში ორგანული ზიზღი ქართული ოცნების მიერ. ევროსაბჭოს გენდივანთანაც ხო, ანუ ყველა თქვენი დასავლური ვინც გესაუბრებად თქვათ შეხვედრები მიმდინარეობს, ამას ითხოვენ. ითხოვენ ახლა ევროსაბჭოს გენდივანი არა, ვისაუბრებთ, მივიღეო, მან თქვა და მე იმიტომ მიკითხებით ხელისუფლებისგანო. ეს რაც შეეხება დიალოგს, საკითხებს, რომელიც შეიძლება პრობლემულად ხედავდნენ, ამაზე ინფორმაციის გაცვლას და რაღაც ხარვეზები თუ არის, ხარვეზების გამოსწორებას, ჩვენ ამ პროცესში ისედაც ვართ. საქმე იმაში არის, რომ როდესაც არის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან სურვილი, რომ უბრალოდ გააუქმონ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გააუქმონ ჩვენი ხალხი და საკუთარი პოლიტიკურ გემოვნებით მოგვიწყონ აქ ჩვენი ოჯახი და ასე დაგვილაგონ ავეჯი როგორც თვითონ უნდათ, ასე არ არის. ქალბატონი რასა იუკნევიჩიანის განცხადება შეგახსენებთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული შეფერხებები ესო ხალხის ბრალიაო, ვინცო ქართულ ოცნებას ხმა მისცაო. ეხლა მას რო კითხვა ალბათ გადაასახლებს ამ ხალხს სადმე არ ვიცი მე. იმიტომ რომ მას მისთვის შეუთავსებელი არის მის პოლიტიკურ გემოვნებასთან ის პოლიტიკური გემოვნება, რომელსაც ქართული ხალხის უმრავლესობა ეშეცდა. რა ვქნათ ახლა ამის გამო? ნახეთ, მას ვერ დაუქვემდებარებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანქციები. უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, თქვენ ესენი ხო საქართველოს მეგობარი ქვეყნები იყო. ანუ და არიან თუ არ არიან, აღარ ვიცი, იყვნენ, ფაქტია და პარტნიორები იყვნენ, ახლა შეჩერებულია. ანუ ასეთ ფონზე კიდე ვკითხულობ, როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების გაგრძელება, აქ საუბრობთ 20 იანვარზე და თქვათ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაზე გადავალ, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც წესდება სანქცია, ანუ ეს აღარ არის უკვე რას ვთქვათ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება, ხო აი ამის წარმოჩენა მინდა და ამით მინდა კითხვა დაგისვათ, თორე მე მესმის რომ თქვა კონკრეტულ ევროპარლამენტარიზმს ისიც მომისმენია, რომ რაღაც დეპუტატებს აქეთ თუ აკრიტიკებენ, რატო არ გვაქვს უფლება იქით გავაკრიტიკოთო, მაგრამ აქ უკვე ლიდერები, პირველი პირები საუბრობენ. ანუ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე აისახა ეს ყველაფერი უკვე, ხო? უნდა ვისაუბროთ ახლა ესტონეთსა და ლიეტუვაზე, ნუ მასაუბრებთ პოლიტიკოსის მამასო დაასანქცირებენ და პრემიერის მამას გულისხმობთ, ხო? და ჩვენს დეპუტატ ბატონ ზვიად ჩალამბერიძეს სრულებს ვერ ხვდებით საერთოდ რასთან დაკავშირებით გახსენათ ან საიდან მოიტანეს ეს ყველაფერი არასერიოზული არის. ამიტომ თუ ეს არამეგობრული აქტი არის თავისთავად, მაგრამ ეხლა იმ ფონზე, როდესაც ესე იგი ლიტვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და მიტინგზე დადგნენ. ეხლა რა უნდა ვისაუბროთ? ასეთ დროს ამ ხელისუფლების მიყვეთ, ანუ აი მინიმუმ საუბროთ ამ ქვეყნებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ და აქ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაღაც ევროკავშირის დროშით, ნუ მართლა ეხლა თავქარიანი პოლიტიკოსივით გამოვიდა ტრიბუნაზე ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე. წარმოგიდგენთ ხა ესტონეთში რომ ჩავიდეს ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი და იქ მიტინგები ატარებს. წარმოგიდგენიათ საერთოდ ხო აი აბსურდის თეატრი არის მასთვის და ვერ გამიგია ჩვენ რაიმე დაბალი ღობე ვართ, ჩვენთან აბსურდები უნდა მოვაწყონ, ჩვენი სუვერენიტეტი არაფერი არ არის და თან განსაკუთრებით
ნუ გულსატკენი უკვე აღარც არის, იმიტომ რომ ჩანს ამის უკან რა პოლიტიკური გათვლები აქვს ამ ხელისუფლებებს, პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებს, რომელიც ძალიან კარგად იციან ჩვენ რა გამოვიარეთ, თავად რომ ასე ვთქვათ ადვილი გზა გაიარეს, ჩვენ ძალიან ბევრი ეკლიანი გზის გავლა მოგვიწიათ. ეხლა მათგან რო ხედავთ ამ ყველაფერს, გასაოცარია ხა არ ხა ჩვენ დამოუკიდებლობა იმისთვის ჩვენ ეს პარტიები ეხმარებოდნენ ამ წლების განმავლობაში პატნოშალა. ნუ რა ვიცი, მე მგონი ჩვენ თვითონ ავაშენ ჩვენი ქვეყანა. მადლობა ყველას ვინც გვერდში გვედგა და გვიდგავს, მაგრამ ეხლა ესეც ნუ იზავენო, ნუ იტყვის ვინმე რომ ეხლა სხვის კვაყოფაზე ვიყავით და ჩვენი გავაკეთეთ. და ისიც აჩვენებს რომ დღესო ჩვენ ვართ ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით, ყველა სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით. აი ისინი ჩვენ რო გვეხმარებიან და ჩვენ ვართ ამავე დროს ყველაზე მოწინავე. ესეც ადასტურებს რომ მე მგონი ჩვენი ჭკუა გაგვაჩინა და ჩვენი თავი გვადგა ჩვენ ხრებზე და რაღაც გავაწოდეთ ჩვენ თვითონ ვიღებთ. რაც შეეხება დახმარებას, აი ბოლო ესე თქვა რაღაც გადაწყვეტილებები აჩვენებს რომ როგორც აღმოჩნდა ზოგიერთი ამას დახმარება და გვერდში დგომად კი არ აღიქოს ზეწოლის ინსტრუმენტად. და განსაკუთრებით კიდე არასერიოზულია ხოლმე სესხებს რომ დაგვამადლებენ ხოლმე, თითქოს ეს იყოს რაღაც უანგარო დახმარება. სესხია ჩვეულები ხა წარმოიდგინეთ თქვენ ბანკი და სესხი ქონდეთ აღებული და ინსტრუმენტად იყენებდეს ბანკი და სესხი ქონდეთ აღებული და მოვიდეს ის ბანკერი თქვენ და გეუბნებოდი, იცით რა თქვენ ოჯახში იცით ტახტი აქ უნდა დადგათ, ის იქ უნდა დადგათ. ხა ამისთვის რომ იყენებენ ამ ინსტრუმენტებს, ფინანსურ ინსტრუმენტებს, მე შენ შიდა პოლიტიკაში ჩაგირიონ და თქვენ რომ ამას მიეცი ხმა, ამას არ მიცი ხმა, აქ გამოჩნდა ზუსტად რომ სამწუხაროდ ზოგიერთისთვის როგორც აღმოჩნდა ეს ფინანსური სესხები, კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, იქ არის გრანტის ნაწილიც, მაგრამ არათანაზომადად დაბალია იქ გრანტი. რომ ეს არის ზეწოლის ინსტრუმენტი. შეერთებული შტატები ხო ძალიან ბევრ რამეში იგივე რა ვიცი პროექტებში, სოფლის მეურნეობა, გერმანიის ელჩის განცხადება, რომელსაც თქვა რომ 230 მილიონი, საიდანაც 220 მილიონი თვალსწრაფი არის სესხი და სადღაც 10-20 მილიონი არის გრანტი, რომ ამ ჩახსნის ასე თქვა სესხის ნაწილს. ანუ ეს ყველაფერი არაფერი არა. თან შევხედეთ როგორ ასეთი ტიპის ქვეყნების მხრიდან გეუბნებიან ჩახსნით სესხს, ანუ აი სესხს აღარ მოგცემთ, რომელიც უნდა მოხმარებოდა, რა ვიცი, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მეხუთე ფაზას, ანუ ბათუმლებს რომ წყალი რო გჭირდებათ, ამაში ფულს აღარ მოგცემთ, მაგრამ ბევრ ფულს დავხარჯავთ რადიკალურ NGO-ებში. აი ხა ეს დამოკიდებულება რა არის? როგორ დააკომპენსირებს სახელმწიფო აი ამ ყველაფერი, ყველაფერი აბსოლუტურად როგორ აკომპენსირებს იმ ფონზე ბოდიში კითხვას დავასრულებ, როდესაც თქვენ მუდმივად საუბრობთ ეკონომიკურ წინსვლაზე, ამ წუთასაც ახსენეთ და ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ უკვე ბიზნესმენების შეხვედრაც ვნახეთ, სადაც ვისმინეთ მათი განცხადებებიც, რომ თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ანუ პოლიტიკური რყევა ეკონომიკურ რყევასაც გამოიწვევს, იმიტომ რომ გაჩერებულია რაღაცეები, ყველა ელოდება როგორ განვითარდება მოვლენები. როგორ დააკომპენსირებს ამას ასეთ ფონზე ქვეყანა? უპირველეს ყოვლისა რომ არც ერთი ეს ეგრეთ წოდებული განცხადებას არანაირი დატვირთვა იმ ხრივ არ აქვს, ამაზე ყველაფერზე ნაზრუნი არის, სესხია, არ არის ერთი ინსტიტუციიდან სესხი, არის მეორე ინსტიტუციიდან სესხი, ამიტომ ყველა ეს განცხადება წინსწრებით უკვე გათვლილი იყო და მათ შორის 2025 წლის ბიუჯეტისთვის ნაგულისხმები იყო, ასე რომ არაფერი არავის არ მოაკლდება, ყველაფერი არის უზრუნველყოფილი. მათ შორის აი გრანტების ნაწილში რომ იყო ხოლმე მართლაც და რა გითხრათ, აი არა ჰუმანური მათ შორის და არა კეთილსინდისიერი შანტაჟი, რომ იცით რა გრანტები არ იქნება და მოაკლდება რაღაც მოწყვლად ჯგუფებს, ამ შშმ პირებს თუ სხვა პირებს მოაკლებათ რაღაც სერვისები. არავის არც ერთ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო არაფერს არ მოაკლებს. თუ კი ვინმე უცხოელი დააკლებს მათ რაიმე დახმარებას, ამის კომპენსირებას გააკეთებს საქართველოს სახელმწიფო. იმიტომ ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეები არიან უპირველეს ყოვლისა. როგორც ჩანს ზოგიერთი უცხოური ფონდისთვის მოქალაქეები კი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მათი პოლიტიკური დღისწესრიგი და ინტერესები, რომლის გატარებასაც ამ ფულით ცდილობენ. და პირიქით, ამ ფულის თან ასე ვთქვათ, რაღაც კალკულური სექტორების გათავისუფლება, მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ნაკლები ჩარევა იქნება
თქვათ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც სახელმწიფო ამათი არაპოლიტიკურ ორგანიზაციებზეც, ხო და არაპოლიტიკურ საქმიანობაზე, მაგრამ ეს საუბრობთ ბიზნესზე აქ, მაგრამ ხო ბიზნესზე აი მან უკაცრავად აქაც კითხვას დავსვამ, ნახეთ ვიცე-პრემიერმა ამ ხელისუფლების, ანუ ლევან დავითაშვილმა თქვა პირდაპირ, რომ შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სანქციები პირდაპირ აისახება უცხოური ინვესტიციებზე და რომ დიახ სანქციები იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. ხედავთ სანქციებს, ველით დამატებით, ყოველ შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება როგორც შეერთებული შტატებიდან, ისე ევროკავშირის მხრიდან, რომ რამდენიმე პიროვნება იყო მხოლოდ დასაწყისი, მაგნიტსკის სიაში ვნახეთ შეყვანილი პირები ხელისუფლებიდან, ანუ ასეთ ფონზე როგორ ხედავთ ამ ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნების რა ვერკეტი აქვს ხელისუფლებას, თორსა ბიზნესიც ამაზე საუბრობს. ეხლა აღარ მკითხულობ იმ განცხადებებსაც ყველამ თქვა ისეთმა ბიზნესმენებმა, რომელიც აბსოლუტურად ლოიალურები არიან ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ თქვეს რომ ეს თუ ასე გაგრძელდა, ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად დამძიმდება. ერთადერთი რაც ხდება ჩვენთან და ბიზნესის მიმართ ეს არის ისტერია, რომელსაც თავად თვითონ ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი არის აყოლილი მათ შორის და ეს რაღაც განცხადებების და პეტიციები და ასე შემდეგ, ეს აჩვენებს ერთი რამეს, რომ თვითონ ვნებენ თავის კომპანიასაც და ამითი არის რაღაცნაირი სურვილი, რომ ეკონომიკას მიაყენონ ზიანი. ერთ-ერთი ეს არა იმ შეხვედრაზე არ გვიცხო, მაგრამ ზოგადად ჩვენ ერთ-ერთი რასაც ვხედავთ კიდევ ერთხელ, ეს არის ხმაური ისტერია, რომელსაც არ აქვს საფუძველი და არაფრის გარშემო არის შექმნილი. მაგრამ არის ისტერია ატეხილი, რომელიც რა თქმა უნდა თავის მხრივ მოქმედებს იმაზე, რომ ეხლა რუსთაველზე და ცენტრალურ იმაში რომ ესე ვთქვათ ომის იმიტაცია მოაწყეს ნოემბრის ბოლოს, ეხლა იქ რომ გაერიდება ადამიანი სასტუმროს ტურისტი რო იქნება, ეს ხო თავისთავად ცხადია. და არა მხოლოდ იქ, ხო და ქვებს ნუისურიან, მოდი მაშინ ქვებს ნუისურიან. თუ კი აინტერესებს საქართველოს ეკონომიკა, თუნდაც იმ ბიზნესის თანამშრომლები, იმ ბიზნეს თანამშრომლები ხო ყავთ? ის თანამშრომლები ხო არიან ვიღაცები შეიძლება ვინც იქ დგანან. და ხო ხედავთ ხან ვისი მარშია და ხან ვისი მარშია და ხო ერთი და იგივე მარშია. აი ის ადამიანი ხო საქართველოს რო უყვართ, მაგიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს და საქართველოს ეკონომიკაც ხო უყვართ და უნდა და ქვას ნუისვრიან, მოდი. აი რატო ისვრიან ქვას? რატო ისვრიან იმას რა ქვია, მაშხალებს და ასე შემდეგ. აღარ ისვრიან. მშვიდობიანი პროტესტი რომ გაგრძელდეს, ამას დაჭერდა 5 დღე იმიტირებული ომი, რაც ჩაატარეს ფაქტობრივად რუსთაველის გამზირზე, იმიტომ თავს ეს ადამიანები დაკავებულები არიან ბატონშალა და უკვე დგანან ისეთი ადამიანები, ვინც მშვიდობიანად აპროტესტებენ კონკრეტულ მოთხოვნებებს დაკავებას ადმინისტრაციას თუ სისხლის სამართლებს. დაკავებული არც ერთი მოძალადე და დაკავებულებს. შემთხვევით მიზეს შედეგობრივ კავშირს ხო ვერ ხედავთ ძალადობის შეწყვეტასა, ქვების სროლას, მაშხალების სროლას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას და ადამიანების აი ამ მოთავეების დაკავებას შორის. აქ მიზეს შედეგობრივ კავშირს ვერ ხედავთ. ზუსტად იმიტომ, რომ ვინც იყვნენ იქ მოძალადეები, ვინც იყვნენ თავკაცები, ორგანიზატორები და ნახეთ ხომ პარტიების ოფისებში შევიდნენ სხვა ოფისებში, პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა იქ რაც ხდებოდა, მათ შორის ოპოზიციური კამერებით გადაღებული მთელი საწყობი მაშხალების რა არის პირველად ხდებოდა ნახალწას და უნახავები არიან მაშხალების თუ რა ხდებოდა და გამზადებული მოლოტოვის კოქტეილები და ასე შემდეგ, მოკლედ რაც ჰქონდათ იქ ბაზა, მათ შორის თავს იწონებდნენ ქალბატონი ელენე ხოშტარი, ამბობ დიახ, მე მაგ დასაწყობებული და დიახ, მე ვარ ეს ადამიანი, ვინც ასაფეთქებლებს ვაძლევ ადამიანებს, ეს რომ პოლიციელები. კარგი, მაგრამ ამის შემდეგ, აი ის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი თუელში რომ გამოდის და ეს მშვიდობიანი აქცია. ეხლა მე არ ვიცი ეხლა ასე როგორ უნდა თავი ხო მაგრამ დღეს გუშინ ძილავს ბოლო პერიოდი არის მშვიდობიანი აქცია არის ხო მშვიდობიანი შეძლებიათ ხო შეძლებიათ აი რა მიზეზი რა იყო მიზეზი დაკავებულები არიან ისინი ვინც თახდებით ზაზიანებდნენ ძალადობდნენ თორე აბსოლუტურად მშვიდობიანად დგანან ეს ადამიანები აი ხო და ამასაც ხონა დავაფიქრდეთო ანუ ჩვენ ხო აი საუბარში ხო თახდებითო დიდი ალბათობით ის ადამიანები ვინც დაკავებულები იყვნენ, ისინი იყვნენ მოთავეები, ძირითადი მოძალადეები, ასე შემდეგ. მათ შორის ადმინისტრაციული წესით იყო 400-მდე ადამიანი დაკავებული და რა თქმა უნდა ისინი ახლა როცა რამდენიმე დღე გაატარებს ახლა პატრიოტში, მე ფიქრობს, რომ შემდეგ ჯერზე აღარ ჩაიდინოს პრევენცია
პრევენციული დატვირთვაც აქვს. შემდეგ, როდესაც ერთხელ გამოირჩევა მისი ქმედება რომ დაუჯელი არ ხდება, მაგრამ მე უკვე თავშეკავებული არის. მაგრამ ანალოგიურს მოგიწოდებ ხელისუფლებას არა მხოლოდ ოპოზიცია და ქვეყნის შიგნით და რაღაც საზოგადოების ნაწილი, იგივე Human Rights Watch-ის ანგარიშნებდა. წაგიკითხოთ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტოს პოლიციის ძალადობა, პატივისცემს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და სწრაფად ეფექტიანად გამოიძიოს ცემის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება. მივდივართ იქამდე თქვენ საუბრობდით აქეთა მხრიდან მოძალადეების დაკავებაზე, მაგრამ ყველა ელის მოხდება თუ არა იმ ადამიანების დაკავება, ვინც იძალა და აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებზე, ის Human Rights Watch-იც ამაზე წერს და ბევრი პარტნიორი მოგიწოდებს. Human Rights Watch-ი კარგი მაგალითი არის, რომელიც საუბრობს, რომ წამება იყო ეს ყველაფერი, ვთქვათ, აქციის დასაშვება. ეს ის Human Rights Watch-ია, რომელიც 2023 წლის მარტში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ეს არის წამება. და ზუსტად სამ კვირაში სტრასბურგის სასამართლომ Human Rights Watch-საც ისევე როგორც ბევრ უცხოელს თუ ქართველს სააკაშვილის მიმდევარს უთხრა, რომ ეს ყველაფერი თქვენ რასაც ვთქვათ, არის ტყუილი. მათ შორის აი მაგნიცკის ის ავტორს რო ეძახიან, აღარ მახსოვს მისი გვარი, რომ ამბობდა რომ წამება მიდის და ტანჯვა მიხეილ სააკაშვილს უთხრა, შენს ტყუიო. აი მაგფოლის რო იძახდა იგივეს ყველა, ვინც აი ამ სანქციების მიმოზე მუშაობდა. ასევე Human Rights Watch-ი Human Rights Watch-ად, მაგრამ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია, ეს ხო ხედავთ ეს ერთი ხაზი აქვს, რომელიც შეთანხმებული ხაზი. ამება სიტყვა ვიცი, მაგრამ არ იყო ძალადობის ფაქტები, არ ნახავთ კონტროლს გადამეტებები. აი თუ კი აი ამასო წაიკითხავ ადამიანი მართლა რომელიც არ ხარ გარკვეული საქართველოში და კითხულობ ქართულ NGO-ებს ამბობენ და წამება პოლიცია ესე იფიქრებ რომ ნუ ეს არიან ტარვალი, ტანჯველი პოლიციელები სახელმწიფო რომელიც დაძდებენ მანიაკები რომელიც დაძდებენ ვიღაცებს იმისთვის რომ აწამონ. კიდე ერთხელ აი ბოლო რამდენიმე დღეა უკვე მიდის ხო რავი თქვა 2 კვირა მაინც ბოლო 2 კვირა სადარი ეს შალვა მაშინ რატო თუ ისინი დაიჯდებიან აღარ ისაუბრებს აღარავის სულიად პოლიციის ძალადობაზე ხო თუ კი ასეთი მანიაკები არიან და ტარჯველები და მწამებლები ბოლო 2 კვირა სად გაქრენ კაცო რატო არ დაძდებენ და რატო არ აწამებენ და რატო რაღაცა არ აზიანებენ აქციის მონაწილეებს. აი რატო არ მოქმედებს. თუ კი ეს რაღაცა მათი წარმოდგენით ალბათ ვიღაცა სიამოვნებას ანიჭებს და მშვიდობიანზე გამოდიოდნენ და არ ბევდნენ. აი ხომ მშვიდობიანი არის. რატო არავინ არ გამოდის და არავინ არ არბევს და არაფერი არ ხდება. მესმის, მაგრამ ეს სული ის არის მშვიდობიანი ხა და რატომ არ იჯებიან ეს ადამიანები ვინც იძალათ. ამის შევთანხმდით სხვადასხვა კი ბატონო. აი ეს არის საჭირო, იმიტომ რომ აი ეს ამოწყვეტილად რომ ასე ვთქვათ როგველსაუბრება ზოგიერთი ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი ესე არ შეიძლება. ანუ მივედით იქამდე ეს იყო ძალადობრივი აქციები, რომელიც დაშლაც მოუწია პოლიციას. ისევე როგორც ეს უწევს სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელებს. და გადავხედოთ სად როგორ შლის პოლიცია და მე ვისაუბროთ საქართველოს პოლიციაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალადობრივი ასე ვთქვათ მასობრივი ძალადობის ასე ვთქვათ მართვა პოლიციის მხრიდან არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საპოლიციო ღონისძიება. იმიტომ არის ეგზალტირებული ხალხი, გეშენს ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს, ასე შემდეგ და ამ ხალხის რაღაცა უკუგდება, ასე შემდეგ რთულია. მე მათ შორის გავასაჯაროვე მედია მონიტორინგის საფუძვლად, აი შეუძლია ნებისმიერს დააკვირდეს როგორ იყო ქრონოლოგია, როდის იწყებოდა აქცია, როდის იწყებოდა მოლოტოვის კოქტეილების და მაშხელების სროლა, შუალედში 1 საათი მაინც იყო, სადაც პოლიცია უბრალოდ უძლებდა ამას, მე ეუბნებოდა რომ გაჩერდით, ადგილზე ეუბნებოდა რომ შეწყვიტეთ, პოლიციის განცხადება იყო ხომ შეასრულეთ სამინისტროში, რომ შეწყვიტეთ ძალადობა. რო არ შეწყვეტენ ძალადობას, შემდეგ იყო რომ მორჩა, ეხლა უკვე არის თლიანი აქცია ძალადობრივი და უნდა დაიშალოს. თქვენ საუბრობთ პროპორციული იყო, როცა ეს იშლებოდა, რამდენად პროპორციული იყო. ამ პროპორციული არ იყო. ეხა ჯერ ერთი რომ აი მართლა ეხა ვერ გავიგე ხა ხوار გაგვასულელებენ მთელ ერს ხო? შეიძლება ვიღაცა მოატყუენ ეხა ერთი უცხოელი და 7 ქართველი აქციის დაშლასთან კავშირში იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა და მაგრამ მე მესმის თქვენ საუბრობთ პროპორციული ძალა იყო პირდაპირ ეთერში უყურებდით ყველა მხრიდან რა ხდებოდა და მე მგონი ყველას ძალიან კარგი შტაბ-შტილება წარმოადგენენ რა ხდებოდა როგორ ესროდნენ ქვებს და ასე სხვათა შორის გახსოვთ აი რაღაც კადრები რომ დადგებოდნენ ხოლმე სპეცრაზმის წინ
ეს ხელები გაშლილი მსოფლმშილობენ რაღაცებს იტყოდნენ და სპეცსაზმელები რომ დაიჭერდა ხოლმე ადამიანს ასე ვთქვა და შეხვდა ვაიმე რასაშავებდა და რატო იჭერდა. აი რამდენ 2 დღის თუ 3 დღის წინ გერმანიაში იყო პროტესტები ზუსტად ესე ახალგაზრდა კაცი პოლიციის წინ იდგა რაღაცას ამობდა რომ გერმანია რაღაც ასე და დააკავეს. მოკიდეს ხელი და ეს რატო იმიტომ რომ ხედავენ როცა ადამიანი არის ემოციურად ეგზალტირებული, როდესაც მანამდე იქ პრევენცია მათ შორის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანს ამსულია ადამიანის დაკავება, მაგრამ ნახეთ საქცეულის ცემა, ნახეთ ჟურნალისტებს ძალიან მძიმე თავდასხმები. საბოლოო ჯამში აი ამ აქციებს რო აკვირდებოდით, ნახეთ რომ თავში იყო 1-2 მძიმე კადრი, ნახეთ თქვა ჟურნალისტზე თავდასხმა. ხო, არა, კადრი ვფიქრობ რომ არა, ნაცემები იყო. ძალადობა. რა თქმა უნდა, ეს ძალადობა არის. აი როგავასთან დაკავშირებით იქ და ახალგაზრდა იყო რომელიც ძილს იყო და თქვა ფეხი დაარტყა. ეს თავისთავად მე კაცს ვამბობ რომ აი რაც დაფიქსირე რაც ჩვენ თვითონ ვიხილეთ და ამის შემდეგ რომ ამებს ვერ ხედავდით მე რა ისტორიებს ვისმენდით რომ იცით რა იქ არ იყო მაგრამ აი რო წამიყვანეს პოლიციაში იყო ან სადაც სხვა იყო ну ნახოთ ახლა ამის მტკიცებულებები არის თუ არ არის ხა ასე შეიძლება ბევრმა რაღაც ისტორიები მოყვეს და მასე სააკაშვილი წყვებოდა რომ მაწამებენო და რა ვიცი მე რაღაც წამლავენო მაგრამ ესე ხომ არ არის მტკიცებულება სჭირდება აქ დგას ასე ვთქვათ როგორც მოქალაქეების ინტერესი დგას ასევე არიან პოლიციელები რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას და ჩვენ რას ვიხილეთ შემდეგ რომ რა დაიწყეს რომ ამოვიცნოთ პოლიციელი მივადგეთ სახლში ბავშვთან ერთად დავადგეთ ჩვეულებრივი ბოლშევიზმი რომელიც ამ ყველაფერს და ტერორი რომელიც ამ ყველაფერს მოაპარეს და მოაყოლეს ამიტომ ყველა ამ საკითხის ამიტომაც გვაქვს ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახური რომელიც ასე საკითხებს იძიებს და ეს რუტინაც არის ნებისმიერი ასეთი ღონისძიების შემდეგ გამოძიება რა დარღვევა შეიძლება მოხდეს იცით რა ჩვენ როცა 2023 წელს იყო პირველად ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი რო სწორცნეს და ტაში რო დაუკრა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა ვიოლნა ფონ კრამონი რო ჩამოსული იყო მიტინგზე და სადაც აი პირდაპირ პლაკატი ეჭირათ რომ მე ვესროლე სადაც რეკლამა იყო მოლოტოვის კოქტეილის და ასეთი აშვერელი წერით რო იდგა ამ ფოტოზე და იწონებდა იმიტომ იყო ზუსტად რომ მაშინ თუ ერთი ისროლეს პირველად საქართველოს ისტორიაში ახლა უკვე 5 ისროლეს იმიტომ იციან რომ ხელი აქვს დაფარებული ამიტომ მაშინაც 1-2 ადამიანი იქნა გამოვლენილი მოძალადეების და ნუ ყველაფერი იქნება დადგენილი საბოლოო ჯამში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი მაგრამ არც უნდა ჩავწვეთ პრობლემა ასე ვთქვათ ეს ყველაფერი არის ზედაპირით ცდილობენ ემოციებზე ასე ვთქვათ წამოგებას ადამიანებს არსი რაშია არსი არის ტყუილში თითქოს არჩევნები გაყავდა და ეუთოდირმა პირდაპირ უთხრა რომ ყველა მათი ბრალდება იყო ტყუილი. ყველა ბრალდება რომელიცაც იცოდა. და ბოლოს მინდა კითხოთ, იმიტომ რომ დრო აღარ აქვს. და მეორე არსი არის თითქოს პოლიცია გამოდიოდა მშვიდობიან აქციას არბევდა, ესეც არის აბსოლუტური ტყუილი, ეს იყო ძალადობრივი აქციები, იქ თუ პირობითად 1000 ადამიანში 100 ადამიანი თუ ძალადობს და 900 არ ძალადობს, ეს არ ნიშნავს ეს არ არის არაძალადობრივი აქცია. ის 900 ზურგს უმაგლებს იმას. პირდაპირ კადრებში არ უყურებთ პარლამენტის შენობას, ფასადზე, მაშხალებს რომ ესო შევარდა ოთახებში, ცეცხლი წაიკიდა და ყიჟინა რო იყო აქციიდან, შეგულიანება. აი ამ ადამიანები ტაშს რო უკრავდნენ. აი ვიღაცა ისროდა, მაგრამ ვიღაცა ტაშს უკრავდა. აი ვინც ტაშს უკრავდა და ყიჟინა ქონდა ამაზე, ისიც მონაწილეა ამ ძალადობის. ამიტომ, როდესაც ძალადობრივი ხდება აქცია და პოლიცია გეუბნება რომ შეწყვეტილი აქცია და წადი სახლში, კეთილი უნდა ინებო, წახვიდე სახლში და არა აიწინაღებით იარო და ეს თან ნორმალურად რომ წარმოდგენილი რომ რას ქვია, მე რა რომ ასე თქვა პოლიცია შლის, რატომ უნდა დავიშალო. აბა კანონი საწინააღმდეგო დატო უნდა ვიმოქმედო, გაიკვირო ხალხმა. კარგი, ჩვენი დრო იწურება, ამიტომ მე მინდა ერთი კითხვაც მოვასწრო და აუცილებლად მოვისმინო თქვენი პასუხი. 20 იანვრიდან ამ თარიღს ელოდება ამ ქვეყანაში როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, თუმცა გვესმის რომ 20 იანვრიდან იმ დღიდან არაფერი არ დაიწყება, ეს არის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, მაგრამ 20 იანვრის შემდეგ რა ველოდებით თუ არა რაიმე ფორმით, იმიტომ რომ მუდმივად გვესმის რომ ბაიდენის ადმინისტრაციაა ეს და რომ ეს ვიდრე ვთქვათ მათი უფლებამოსილება შეწყდება, ასწრებენ უფრო გაფუჭებას ამ ურთიერთობის რომ მე დაალაგება გართულდეს ეს ხელისუფლების განცხადებებს ვამბობ 20 იანვრიდან ახალი ადმინისტრაცია შევა თეთრ სახლში, ასე ვთქვათ. რას ელოდებით 20 იანვრის შემდეგ?
გადატვირთვა დაიწყება შეერთებულ შტატებთან თუ არა და ზოგადად აი ეს დასავლეთთან ურთიერთობები რაღაც აი ასე ვთქვათ შემოbrunების პროცესი დაიწყება თუ არა როგორია თქვენი მოდი ხოლმე ველოდებით არა მხოლოდ ჩვენ არამედ მთელი სამყარო ველოდება მათ შორის ოციანურს ამხრივ და ბევრს აქვს მოლოდინი და საინტერესო ის აქვს რომ მოლოდინი აქვს უკეთესობისკენ რატომ არის ჩვენ მარტო ჩვენ ხოლ არ ვართ ანუ საქართველოში ქართული ოცნება ვართ კი ბატონო მარტო და ჩვენი მომხრეებით ოპოზიციას ვხედავთ რომ კარგი მოლოდინები არ აქვს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და სამყაროსთან თუ შევხედოთ ვინ ვის თუმცა ისინიც ამბობენ რომ კარგი მოლოდინები არც ისეთი სწორი ოპტიმიზმი აი შევხედოთ ვის აქვს კარგი ოპონენტები ამბობენ ამ ბოლო დროს აღარ არის ჯერ ვისა მოლოდინები აქვს ვით ვხედავთ რომ ოპოზიციას არ აქვს კარგი მოლოდინები ჩვენ გვაქვს კარგი მოლოდინები. ჩვენს გარდა სამყაროში ვის აქვს კარგი მოლოდინები ტრამპის ინაუგურაციისგან, მათ ვისაც ეს არეული სიტუაცია რაც დღეს სამყაროში უნდა ამ სიტუაციის საფრთხეებს ხედავდა და ხედავს. მათ ვისაც უნდა რომ ის რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო ამ რეგიონში ეს რამენერად დასრულდეს. და დასრულდეს არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომი, არამედ მთლიანად ის კონფლიქტები, რომელიც შეიძლება ამისი გარკვეული ექოც კი არის, ხომ? ამიტომ ისინი, ვისაც უნდა საკუთარი ქვეყნისთვისაც კარგი ველით, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმით ტრამპის ინაუგურაციას და რატომ ველით? ჩვენ პირადად ქართული ოცნება. პირველი იმიტომ რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში არა იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ თქვა ტრამპის ადმინისტრაციას რაიმე განსაკუთრებული გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით თუ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ველით იმიტომ რომ უყურებთ რა პოლიტიკას ისახავს ის მისი პრეზიდენტობის პერიოდში. ხედავთ იმას რომ ჩვენი დამოკიდებულება ღირებულებების მიმართ ემთხვევა მის დამოკიდებულებას ღირებულებების მიმართ. მისთვისაც ეს ეგრეთ წოდებული LGBT ისტერია, რომელიც სამწუხაროდ მოიცვა სამყაროს გარკვეული ნაწილი, არის მიუღებელი და აპირებს ამის წინააღმდეგ ქმედებებს. ხედავთ, რომ მისთვისაც ის ასე თქვა დაუსრულებელი კონფლიქტები, რომელიც არის ბოლო პერიოდში წარმოშობილი, არის მიუღებელი და ცდილობს უნდა რომ ეს დაასრულოს. ამ ყველაფერს კომუნიკაცია არის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლთა ხედავთ რომ ჩვენ როცა საუბრობდით მაგალითად ომის პარტიაზე ხედავთ რომ მის რიტორიკაშიც არის ომის პარტია ხედავთ როცა ჩვენ საუბრობდით deep state-ზე მის რიტორიკაში არის deep state-ი ანუ ის რომ არის არაფორმალური გავლენები სხვადასხვა სახელმწიფოს მართვაში რაზე ჩვენ საუბრობდით ზუსტად ამას საუბრობს ტრამპი ამიტომ ჩვენ ამ მხრივ უყურებთ რომ ჩვენ ღირებულებითი თანხმედრა გვაქვს ერთი და მეორე ჩვენ ის პრობლემები რომელიც არის რაზე ჩვენ საუბრობდით და რაც ძირითადად წამოვიდა მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და 2022 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი მანამდე ხო დიდი რაიმე პრობლემური საკითხები არსებობდა ჩვენს და დასავლეთ პარტნიორებს შორის რა ეს ყველაფერი წამოვიდა იმიტომ რომ შეიცვალა კონტექსტი ჩვენ აღმოჩნდით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომის არეალში და აღმოჩნდა რომ ზოგიერთებს ჩვენს მიმართ ჰქონდათ სპეციფიური ინტერესი. რომ აღმოჩნდა რომ ზოგიერთებს რომლებიც ჩვენ მანამდე გვიმტკიცებდნენ რომ ჰქონდათ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთის მიმართ გვეუბნებოდნენ რომ არ გინათ ექსკალაცია რუსეთთან უცებ ერთ დღეში დაგვადგნენ კაბინეტებში სიტყვით მნიშვნელობით დაგვადგნენ და გვითხრეს რომ მორჩად ბიჭებო ახლა ესკალაციის დრო დადგა. გავიგეთ რომ შეიძლება ეს იყოს, მაგრამ ახლა არის დიდი ბოროტება, ამ დიდი ბოროტებას ყველა უნდა ვებრძოლოთ ერთნაირად. არა ჩვენი წონის ზომის მოსვლის შემდეგ მსგავსი ტიპის კი ბატონო, და არა ჩვენი წონის ზომის და შესაძლებლობების მიხედვით, არამედ ერთნაირად. და ამ დროს ჩვენ თქვით რომ ასე არ გამოვა. თქვენ როცა დაცული ხართ ატომური ქოლგით ნატოსი, 1,5 მილიონი ესტონეთი და გასაგებია რომ გულადად მოგაქვთ თავი, იმიტომ რომ თქვენ თითის გატოკება საერთოდ არ გჭირდებათ. დაცული ხართ სხვა ქვეყნების მხრიდან ატომური ქოლგით. და როგორ მეუბნები მე ესტონეთის წარმომადგენელი საქართველოს, სადაც 30 კილომეტრში მყავს ზუსტად იმ ქვეყნის ჯარი საოკუპაციო სტატუსით საქართველოში, რომელიც ახლა აი ამ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, აი აქ ყავს. და რომ გეკითხები, მომცემ მე გარანტიას, აი კაი, დავიწყე, დაუწესე სანქციები. აი ახლა რომ მან რა ქვია, მოახდინოს თლიანი ბლოკირება. რაშუალები მეხმარები ფინანსურად მაძლევ გარანტიას არ გაძლევ გარანტიას მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებთ აი ომი რომ დაიწყოს აქედან გამომდინარე ესკალაცია იქამდე მივიდეს რომ ცხელ ომში გადაიზარდოს ჩამოხვალ იომებ არ ვიომებ
აბა რა ნამუსით მოდიხარ მაშინ და მეუბნები წადი ესკალაციაზე. ზუსტად ეს კონტექსტი შეიცვლება. ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომ თუკი ომის საფუძველი, აი მინდა კითხოთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ის გამოწვევები, რომელიც ხდება, ეს ხო პიროვნული გამოწვევები არ არის. ეს არის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლიც, ასე ვთქვათ, გავკეთოთ აღმოჩნდა საქართველოს ამ პერიოდში ომის პოლიტიკა, რომელიც მიდის და ამის მსხვერპლი აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ აღმოჩნდა თუნდაც ჩვენს მიმართაც მოლოდინები ქონიათ, რომ ჩვენც ახლა რაღაცნაირად უნდა ამაში ჩავებათ ესკალაციის სახით. ზუსტად ეს კონტექსტი შეიცვლება. თუკი და ეს არის ხომ მთავარი დაპირება, რის გამოც ოპტიმიზმით უყურებს ყველა ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ის მალევე დაასრულებს ამ ომს, რა თქმა უნდა, იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც უკრაინელ ხალხს აქვს და ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დაასრულებს ამ ომს და თუკი ეს ომი დასრულდება ის კონტექსტიც, ის ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელსაც ჩვენ აღმოჩნდით, რომლის ძევალიც აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ჩვენი გეოპოლიტიკა ამ შემთხვევაში და ის ინტერესიც აღარ იქნება, რომელიც აღმოჩნდა 2022 წლის 28 თებერვალს ომის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, როდესაც ჩემს კაბინეტში ერთ-ერთი დიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჩემს კაბინეტში იდგა და ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის, რომელიც ბევრ რამეს ხვეთს, ჩემს კაბინეტში იჯდა და მეუბნებოდა, ახლა გადაწყვიტეთ თეთრი თუ შავი და ახლა ან მიდიხართ ესკალაციაზე, ან აწესებთ სანქციებს, ან ხართ მაშინ ცუდის მხარეს. აი ამას გეუბნებოდა ხალხი, რომლისგან ჩვენ მოველოდით ნუგეშ დამშვიდებას, თქმას იმისას, რომ თქვენ არ იზრუნოთ ამაზე, თქვენი პრობლემები გაქვთ და გაგჭირვებიათ, თქვენ ნუგაწირავთ თქვენს თავს, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მათ შორის თქვენ დაგიცოთ. ამის ნაცვლად 4 დღეში, მაშინ როდესაც კიევს იყო მიმდგარი რუსეთი და ბომბავდა კიევის ცენტრს, აი ამ დროს ჩემს კაბინეტში ზოგიერთი ესეთი წარმომადგენელი და სხვა კაბინეტებშიც ამბობდა, რომ მიდით ახლა ესკალაციაზე წავიდეთ. ამიტომ ეს კონტექსტი შეიცვლება. ამის სათქმელად აღარავინ აღარ იქნება. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის თავარი მოლოდინი, რომ ეს კონტექსტი შეიცვლება. მალევე გულისხმობოციანური შემდეგ, თორე გასაგებია, რომ ტრამპის ოპტიმიზმს ყველა ვხედავთ და რა თქმა უნდა, გვინდა გავიზიაროთ, რომ ის აპირებს, რომ მალევე მათ შორის მისი ინაუგურაციიდან მალევე დაასრულოს ეს ომი და ბევრი რაღაცა დაასრულოს ის სიამდვილეში ეს ბევრი რაც ისტერიას თეს საერთაშორისო პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე ეს ისტერია როცა დასრულდება იქ ვართ ჩვენ ძლიერები ისტერია არ არის ჩვენი ძლიერი მხარე ჩვენ ფაქტებში და გონივრულ განჯაში და წინდახედულობაში ვართ ძლიერები როგორც თლიან საქართველოს ისე განსაკუთრებით ქართული ოცნება როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება. მადლობა ბატონო შალვა რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს.